კონოსამენტი და ტაიტლი. ეს ორი საბუთი გჭირდება ავტომობილის გამბაჟებისას, როდესაც ავტომობილს ამერიკიდან ჩამოიყვანთ, შემდგომ დილერი ან კომპანია გვაძლევს მსგავს ორ საბუთს, რომლის მეშვეობითაც შემდგომ უკვე ავტომობილს ვამბაჟებთ. გამარჯობა, ჩემი სახელია ნიკო, ნიკოს რჩევები. ამ ვიდეოში უნდა დაგათვალიერებინოთ ჩემი ახალი ავტომობილი, Nissan 370Z 2014 წლიანი, რომელიც შევიძინე რამოდენიმე დღის წინ ამერიკაში. შეძენის დაჩქარების ერთ-ერთი მიზეზი კანონია, რომელიც 2020 წელზე ქვევით ავტომობილების რეგისტრაციას არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ჯერჯერობით გვიკრძალავს მეტი ინფორმაცია არ ყოფილა. ამავდროულად გროვდება პეტიცია, ხელმოწერები, რომელსაც ჩემი ვიდეოს აღწერაში დავტოვებ ლინკს და ძალიან გამიხარდება თუ მიიღებთ მონაწილეობას და მოაწერთ ხელს. ძალიან ატეხილი ვიყავი ამ ბოლო პერიოდში. კაბრიო მინდოდა, ჯერჯერობით რა ინფორმაციაც გავარკვიე, დიდი ალბათობით პირველი და ერთადერთი კაბრიოა საქართველოში. ოღონდ ჯერ არ არის საქართველოში, მაგრამ როდესაც ჩამოვა იქნება. თუ ვინმეს გააქვთ ინფორმაცია 370-ზე, ვინმეს კაბრიო ყავდეს, მაინტერესებს ეგ ინფორმაცია. ჯერჯერობით რაც დავაზუსტე, მე მგონი არ არის. დავათვალიეროთ ავტომობილი. სერი ფერის კაბრიო, შავი დისკებით დაზიანება აქვს. აი ამ ადგილას ამას შემდგომ უფრო უკეთესადაც განახებთ, უკანა მხრიდან. ესე გამოიყურება. ეს მარჯვენა მხარეს დანარჩენი დაზიანება არ აქვს ავტომობილს. ცუდი რაც არის, ტორპედოს აირბაგია გახსნილი და საჭის აირბაგი. აი ეს არის დაზიანება. რა თქმა უნდა, Carfax-საც განახებთ. Carfax-ში უწერია, რომ ირემს არის დაჯახებული ავტომობილი. ბამპერია გაფუჭებული და აი ეს სანათი. იქ ოქება დადის სტატუსით არის, გარბენი არის 114,000 მილი. სალონის სურათებით ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მე-12 თვე 2014 წელი. ძრავით სუფთად გამოიყურება ზევიდან ყველაფერი, არის ქარხნულ მდგომარეობაში და ძალიან მიხარია რომ ქარხნულია. გასაღები ჩვეულებრივი Nissan-ის, მაგრამ Z-ი აქვს აღნიშვნაში. ესეც წინა მხრიდან, ეს გვერდიდან, მეორე გვერდი. ეს უშუალოდ გარბენზეა 114,000 მილი. უკანა მხარე და ესეც 360-ით დავატრიალოთ. დანარჩენი დაზიანება არ აღნიშნება. ტენტიც კარგ მდგომარეობაშია. რაც מחარებს და დავათვალიეროთ 360 ოღონდ სალონიდან. ეს გამოიყურება ეს ტორპედო, რომელიც გაფუჭებულია, უკვე ნაყიდი მაქვს, ასევე საჭის აირბაგი, ეს ჯერჯერობით არ მეყიდია, ხვედებია გახსნილი, ასევე კომბინირებული სალონი და ეს გამოიყურება მთლიანობაში. ძრავის დაქოქვის ვიდეოს დევს და ხმა ზედმეტი არის მის არაფერი. ფიქრობ, რომ ნაჩქარებზე საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება მივიღე ყველაფრის მიუხედავად. Carfax-იც ვნახოთ და ფასეც ვისაუბროთ. ეს ავტომობილი მოვიგე აუქციონზე $3,300. შემდგომ შევმთავაზე 4,200 როგორც მახსოვს, მაგ კადრებს ჩავსვავ. არ მომწონს რა ეს. არ მევასება ეს მაგ. არ მომწონს. 370 დამოუარა და SLK ის ფასი ნამდვილად არ მიიღის. მე ისევ დავუტოვე $3,300. $3,300-ში არ გამომატანა და ბაინაუზე შემოიტანა $3,800 და 2014 წელი კაბრიოლეტი 3.7 ძრავით, აირბაგი 2-ია გახსნილი, დაზიანება წინ ეს აქვს, იქ ოქება დადის, ვიდეოც დევს და ძრავსაც კარგი ხმა აქვს. ფასი 3,875 წეღან მოვიგე ეს ავტომობილი. აუქციონზე 3,300-ში არ გამომატანა და ბაინაუზე შემოაგდო. ეგ არის. უკვე სიტუაციაც ისეთი იყო, რომ ჩატვირთვაზე ვფიქრობ, რომ პრობლემა შეიქმნებოდა და არ მინდოდა ამ ავტომობილის დაკარგვა და უცებ გამოჩენილი ავტომობილი იყო აქამდე 370-ს კი ვფიქრობდი, მაგრამ კაბრიო საერთოდ არც გამხსენებია და ვთამაშობდი Miata-ზე, ვთამაშობდი SLK-ზე, Z4-ზეც რამოდენიმე ვითამაშე, მაგრამ ვერ მოვიგე და 3.8-ში ამაქარს ნამდვილად იქ არ დავტოვებდი, გული დამწყდებოდა, მე დარწმუნებული ვარ და ამიტომაც ფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე. ეხლა დავთვალიეროთ Carfax-ი. 23 სერვისის ჩანაწერი, 3 მე პატრონე, win კოდი აქ არის აღწერაში დავტოვებ თუ დაგაინტერესებთ და შემდგომ დაზიანებები. 2018-ში პირველი წინიდან მაინორი, 2019-ში კიდე წინიდან მაინორი, 2024-ში უკნიდან არის უკვე მაინორი დაზიანება
და 2025-ში ეს არის ბოლო დაზიანება წინა მხრიდან. უწერია moderate. ნახოთ, როდესაც ჩამოვა უშუალოდ შიგნით რა მდგომარეობა დაგხვდება. საوردოთაც საკმაოდ რთულია შიგნით დაზიანება არ ჩანს. აი აქ რადიატორი კი ჩანს, მაგრამ ნახოთ. სანამ არ მოიხსნება ბამპერი წინასწარ რაღაცა ილუზიის შექმნა არ მინდა რომ შინ არაფერი არ იქნება, ამ პირიქით რომ შინ გაგლეჯილი დამხვდება, სანამ არ ჩამომაგ დეტალებს ვერ გავიქებ. ავტომობილს რა თქმა უნდა ყიდდა სადაზღვევო კომპანია. პირველმა მეპატრონემ 7000 მილზე გაყიდა, შემდგომ 95000 და ბოლოს 114000-ზე. კი, სხვადასხვა პატრონები ყავდა, მაგრამ აი მეორე პატრონს ყავდა ყველაზე დიდი ხანი, 9 წელი. პირველი არის 7 თვე, მეორე არის 9 თვე. რაც შეეხება სერვისებს, კარგად გადიოდა. ზეთი დროულად იცვლებოდა, ამავდროულად ძრავიც არ არის ესეთი სუსტი და ფუჭებადი. საბურავები უვლიდნენ, აი ესე თუ ასე, მანქანა ვფიქრობ გარბენის მიუხედავად მაინც კარგ მდგომარეობაში უნდა ჩამოდეს. 112000-ზე არის ბოლო ზეთის შეცვლა და ზეთი და ფილტრები არის. მანამდე არის 100000-ზე. ავტომობილის ცოტა დაზიანება არ აქვს, 5 ჩანაწერია. ბამპერები შეღებილი რო იქნება ეგ ისე და სადაც ავტომობილი 2014 წლიანია, 114-ია გარბენი და რაღაც შეღებილი ყველა ვარიანტში იქნებოდა. ის მახარებს, რომ ყველა დაზიანება არის მაინორი და ბამპერი შეღებვა არ აუშავს. ძროხა შესეთი ავტომობილია, რაც შეეხება ნაწილებს, ტორპედო უკვე ვიყიდე, ამ ვიდეოსაც ჩავსვავ, მარნეულიდან წამოვიღე. ესეც ტორპედო მოიხურება ესე, კაი ხანია, ნადებია ეთყობა. და როდესაც ტორპედოს აირბაგი იხსნება, საქარემინაც ტყდება. საქარემინაც შევიძინე. დავდეთ საქარემინა. წავედით ახლა. ისევ სერვისში დავტოვოთ. გზაში არ გატყდეს შემთხვევით. მოვიტანეთ დავდეთ საქარემინა არა ორიგინალი, ფასი +-600-700 ლარია. ეს გამოიყურება მეტი დიდად სანახავი, ამაზე არაფერი არ არის. ფასი პლუს-მინუს არ არის ისეთ რაოდენობაში, რაც მოვიკითხე, ბევრი არ მიძებნია, მაგრამ რაც მოვიკითხე 600-700 ლარში ტრიალებს, ვფიქრობ, რომ ნორმალური ხარისხი არის. არა ორიგინალია, მაგრამ ნორმალური ხარისხია. ტორპედოს რაც შეეხება, მარნეულიდან წამოვიღე და გადავიხადე 500 ლარი. დავტოვე ქიმწმენდაზე, კაკ დეტაილინგი გიორგისთან, რომელიც მეგობრობდა ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან კარგი ბიჭია. მუშაობს ფონჭარს და მის სოციალურ ქსელებს დავტოვებ ასევე აღწერაში. ძალიან მიხარია ამ ავტომობილის შეძენა, განსხვავებულია და კაბრიოა. რაც შეეხება კაბრიოს და ორკაციას გამოცდილებაში არ მქონია უშუალოდ დიდი ხნის ყოლის პერიოდში როგორია და ჩვენი ქალაქში რამდენად პრაქტიკული იქნება. მაგ ინფორმაციას როდესაც ჩამოვა, რა თქმა უნდა ყველაფერს მოგიყვებით, გაკეთების პროცესი იქნება თუ აი მთლიან ამ პროცესს ვიდეოების სახით განახებთ და გათვალიერებინებთ და შემდგომ შეგრძნებებზეც მოგიყვებით. ამავდროულად თქვენი აზრიც მაინტერესებს ამ ავტომობილთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ? ჩემი ბავშვობა 350 ზეტია, Underground 2-დან და სიმპათია ყოველთვის ქონა ამ ავტომობილზე. კაბრიო იმდენად ლამაზი არ არის, რამდენადაც კუპე, ეს პირდაპირ ვთქვათ, რა ვიცი, ჩემი აზრი ესეთია და მე მგონი ეს ესეა. ნახოთ როგორი ავტომობილი ჩამოვა, ჯერჯერობით ჩატვირთული არ არის და დამატებითი სურათებიც არ მაქვს, სადგომამდეც არ არის მოსული. ჯერსეში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, თოვლი იყო რამდენიმე დღის წინ, ამავდროულად ეს კანონი, რომელსაც საერთოდ არ მივემხრობი, აი არანაირად არ მივემხრობი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვფიქრობ, რომ შეაფერხებს, ანუ დასაქმებულ ადამიანებს, დამშლელებს, ნაწილებს, სათუნუქე სამღებრო ამ მთლიან სფეროს ვფიქრობ ქვევით ჩააგდებს და თან მაგ ყველაფერთან ერთად აკრძალვა არ მგონია სწორი რა. მაგ ყველაფერთან ერთად აი ამ ერთ-ერთი ისეთ გულსატკენი რაც არის ავტოკულტურა კვდება ის ემები, კვდება AMG ის თაობა, რომელიც F-სერიის ემი აღარ არის, C-კლასის AMG-ც ვეღარ შემოიყვან, მაგრამ ვერიული და მე მგონი ეგრეთ შემოყვანას უბრალოდ იდგეს მანქანა და 41 წელს ელოდოს, არ ვიცი, რაღაც გადასახედია, რაღაცა მოსაფიქრებელია. ავტომობილი უნდა ფასდებოდეს ტექნიკური მდგომარეობით და არა წვოვანებით და ვფიქრობ, რომ რაღაცა შესაძლებელი არის და ეს კანონის ესე შემოტანა რაც ცოტა დამაზიანებელი იქნება. პეტიციას დავტოვებ, რომ სურვილი გექნება და ძალიან გამიხადება თუ მოაწერთ ხელს. იმედი მაინც მაქვს, რომ რაღაცა შეიცვლება და ესე მარტივად არ შემოვა.
ეს კანონი. გამიხარდება ჩემ არხს თუ გამოიწერთ, ასევე დამიწერეთ თქვენი აზრი ამ ავტომობილთან დაკავშირებით და შემდეგ ვიდეოს გადავიღებ, როდესაც უკვე ავტომობილს სადგომზე მოიყვანენ და კონტეინერში იქნება უკვე ჩატვირთული. არ ვნერვიულობ, დრო არის ჯერჯერობით და ყველა ვარიანტში ჩაიტვირთება და შემდეგ ვიდეოში იმასაც გასწავლით თუ როგორ შევამოწუროთ ჩვენი ავტომობილის ადგილმდებარეობა მაპზე კონტეინერის ნომრით. გისურვებთ წარმატებას.